ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ცნობით 6 აპრილის ღამით ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი. ამჯერად საუბარია მილიტარიზებული დაჯგუფების რევოლუციურ გუშაქთა კორპუსის სადაზვერვო სამსახურის უფროს გენერალზე, მაჯიდ ხადემიზე. თელ-ავივის ინფორმაციით ის პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და რიგი სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ირანის ტერორისტული რეჟიმი განაგრძობს რაკეტების გაშვებას ისრაელის ტერიტორიაზე, რითაც ზიანს აყენებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. გენერალური შტაბის უფროსმა მაცნობა, რომ გასულ ღამეს თეირანში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სადაზვერვო მეთაურის უფროსი მაჯიდა ხადემის ოპერაცია ჩაშალეს. რევოლუციური გვარდია ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ კი ტერორისტ ლიდერებს ვანადგურებთ. ირანის ლიდერები მუდმივად იმ განცდით ცხოვრობენ, რომ სამიზნეები არიან. განვაგრძობთ თითოეული მათგანის დევნასა და ლიკვიდაციას. მე გავაფრთხილე ისინი თუ კი განაგრძობდნენ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დაწყილვას, მაშინ გავანადგურებდით ირანის ეროვნულ ინფრასტრუქტურას. ეს გავაკეთეთ და სერიოზული ზიანი მივაყენეთ მათი ფოლადისა და ნავთობქიმიურ მრეწველობას და ყოველდღიურად განვაგრძობთ მათი მაგალითის მიხედვით მოქმედებას. გავაგრძელებთ ტერორისტული რეჟიმის შესუსტებასა და მის ჩამოშლას, ასევე ისრაელის სახელმწიფოებრიობის საფრთხის შექმნის პრევენციას. მაჯიდ ხადემმა თანამდებობაზე შეცვალა მოჰამედ კაზემი, რომელიც ისრაელმა გასული წლის ივნისში 12დღიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოკლა. მანამდე ის ირანის სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მაჯიდ ხადემი ამერიკის მიერ სანქცირებული მაღალჩინოსანი იყო. ვაშინგტონი მას ბრალს დებდა გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში გამართული მასშტაბური სახალხო პროტესტის მასობრივ ჩახშობაში. ირანულ უსაფრთხოების სისტემაში ის ეგრეთ წოდებულ მტკიცე ხაზის წარმომადგენლად ითვლებოდა, რომელიც ორიენტირებული იყო ძალისმიერი გზით დაემყარებინა შიდა წესრიგი. ხადემის ლიკვიდაცია უკვე დაადასტურა თეირანმაც. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სადაზვერვო სამსახური ირანის შიგნით დიდი ძალაუფლებით სარგებლობს და მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება. 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ამერიკამ და ისრაელმა ირანის არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ალირეზე ტანკსირი იყო, რევოლუციის გუშაქთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური.